სკოლის უსაფრთხოება და ბავშვების ფსიქოსოციალური დახმარება სამსახური, რომელიც ამ ორ ძირითად საკითხზე არის პასუხისმგებელი 15 წლის გახდა. მანდატური სამსახურის თანამშრომლებს დაარსების დღესთან დაკავშირებით განათლების მინისტრმა უმასპინძლა და მათ სიგელები გადასცა. ნაზი ბარბაქაძე მე-6 წელია მანდატურის სამსახურის სოციალური მუშაკია. მისი მოვალეობა ისეთი საკლასო აქტივობების ჩატარებაა, რომელიც ხელს უწყობს მოზარდებში მეგობრული გარემოს შექმნას და ძალადობის პრევენციას. ასევე ახდენს რისკის წინაშე მყოფი მოსწავლეების იდენტიფიცირებას და მათ დახმარებას უწევს. მოხარული ვარ, რომ ჩემი საქმიანობა დაუკავშირე პროფესიას, რომელიც ყოველდღიურ ევროპაში მოიაზრებს მოსწავლეების მხარდაჭერას და გაძლიერებას. ჩვენი სამუშაოს ერთ-ერთი შემადგენელი არის საველე სამუშაოები, სადაც ოჯახურ გარემოში ვსწავლობთ მოსწავლის საჭიროებებს და ამის შემდგომ გეგმავთ შემდგომ ინტერვენციას. სკოლებში მანდატურის სამსახურის სამი მთავარი კომპონენტითაა წარმოდგენილი. მათი მოვალეობა სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის უსაფრთხოებაზე ზრუნვა, ფსიქოსოციალური დახმარების გაწევა და სპეციალური განათლების მხარდაჭერის ცენტრის მუშაობა. დახმარებას იღებენ როგორც მოსწავლეები, ასევე სასკოლო ცხოვრებაში ჩართული სხვა პირები. მანდატურის მოღვაწეობა არის საკმაოდ საპასუხისმგებლო, მრავალფეროვანი, დატვირთული, ემოციური და ამავდროულად პოზიტიური. თითოეულ მანდატურს ყოველდღიურად გვიწევს მოსწავლეებთან უშუალო კომუნიკაცია, მათ გვერდით ყოფნა და მათი უსაფრთხოებისთვის საჭირო პრევენციული ღონისძიებების გატარება. ფსიქოსოციალური მომსახურების ფსიქოლოგად მუშაობა 10 წელია, მიწევს ბავშვებთან ურთიერთობა, ვუწევ ინდივიდუალურ და ჯგუფურ თერაპიას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ბავშვებისთვის, ასევე მშობლებისთვის. ვეხმარებით მშობლებს ფსიქოგანათლებით, რაღაცა არსებული სირთულეების გადალახვაში. მანდატურის სამსახურში ეტაპობრივად ინერგება სიახლეები და ტარდება რეფორმები. ბოლო წლებში გაძლიერდა მანდატურის სამსახურის მაღალკვალიფიციური ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი. სრულფასოვანი ფსიქოლოგიური კონსულტაციის მიღება ქვეყნის მასშტაბით უკვე 11 ცენტრშია შესაძლებელი. შეიცვალა მანდატურების კანდიდატების მოსამზადებელი კურსი. მანდატურის სამსახური განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს არამხოლოდ რეაგირების ინსტრუმენტს, არამედ პრევენციის კომპონენტის გაძლიერებას, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ რისკები და ეფექტიანად ვმართოთ სასკოლო გარემოში არსებული გამოწვევები. ჩვენ ყველას გვაქვს საერთო მიზანი, რომ გავაჯანსაღოთ სასკოლო კლიმატი, რისთვისაც მანდატურის სამსახური ძალისხმევას მომავალშიც არ დაიშურებს. დღეს მანდატურის სამსახურს 15 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღი საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა, რომელიც განათლების მინისტრმა გახსნა. ალექსანდრე წულაძე მანდატურის სამსახურის წარმომადგენლები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. სკოლა არის ადგილი, სადაც სკოლის მოსწავლეები არა მხოლოდ განათლებას იღებენ, არამედ უვითარდებათ უნარები და იყალიბებენ სოციალურ ურთიერთობებს. სწორედ აქედან გამომდინარე, მანდატურის სამსახური აქცენტს აკეთებს არა მხოლოდ სკოლის მოსწავლეების უსაფრთხოებაზე, არამედ მათ ფსიქოემოციურ განვითარებაზე და სკოლაში ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფაზე. საქართველოში მანდატურის სამსახური 700 საჯარო სკოლაშია წარმოდგენილი, სადაც მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 90% სწავლობს.